ბატონო, ჩამოხვედით მოსკოვიდან? ჩამოვედი. და ის ბავშვი? ქალაქში იქნებ რაღაცა ვინმე დახმარება აღმოიჩინოს ამის შესანახად. ეს ბავშვი გაწო ხე? დიახ ბატონო. მეგონიათ ამ ბავშვის შესანახად თავრობა რამეს მოხსე? რა საპირველია მომცემს? ამ ბავშვს მშობლები არ აქვს. მე კიდე ღარიბი ვარ. ფიქრობ რომ ეს სამართლიანი მოთხოვნა. მე გიფიქრობ ვერაფერსაც ვერ ვიღებ. ყველაფერი ისეა სრულდება ბატონო ჩვენ რომ გვინდა. მაშინ თავშესაფარში ჩავაბარებ. კანონი ძალად ხუმარ ჩემს. აი მე გიფიქრობ რომ რაგი ოჯახში მიგიღია. შენ ხო გიკისრია. კი ვიკისრებაში. ახლა აღაფისრულო. აი სადაც უნდა იქ წავიდეს. მას ეგრეა. მე გასწავლი როგორ უნდა მოვშოვო. ოღონდ მასწავლე და ერთი ჩარიქა ღვინო ჩემზე იყოს. მედია მაშინ უზან მეტან. მართლა? მართლა. მაშ ესე იგი ზედმეტი მჭამელი სულს რომ მოიშოროთ არა თავი. დიახ, იმიტომ რომ არა, მიზეზი მიერ მეინტერესებს. უბრალოდ გეკითხები, მართლა სულს რომ მოიშორო? დიახ, სულს. მაშინ მომეცით. მე უპატრონ. თქვენ მოგცეთ ეს მშვენიერი ბავშვი? აბა ნახეთ რა ბიჭია. იცი რაც არის. ხუიჩა, მოდი ახლოს. უეშინია პატარა ბიჭი. აბა კარგად დააკვირდი რა ბიჭია. არ ვიცუნებ მე. უბრალოდ რა ხამ გითხარი? თქვენ აღარ გინათ ამის შენობა. მე წავიყვანო მე პატრონ. მე იცით რა მუშაობა იცის? განარეთ ყოფა სუსტი მუშაობა იქნება. სუსტი იქნებაო? რა სამოთ აბა შეხედეთ, ან ხელებს დააკვირდით, ფეხები ნახეთ. უჯამთელესი ბავშვია. სუსტია მე, სუსტი. ქალაქელი კაცია ეს სოფელში სამუშაოდ არ გამოდგება. ამ კაცის აქციელმა ჩვენი ძროხის გაყიდვის დღე გამახსენა. ესეც ისე მსინჯავს, როგორც ყასაბი სინჯავდა ჩვენს წიქარას. 1 წლის კი არა, 10 წლის გარანტიას გაძლევთ, რო იმუშავებს. აი მე კი ერთი თვის იმედიც არ არის, მაგრამ არ აუშვებს. მე ვხედავ ყველაფერსა, მე მაინც წავიყვან ამ ბავშვს. ოღონდ იცოდე, მე ამას არ ვყიდულობ ქირი. წელიწადში 2500 გადაგიხდი. ხოლოდ 2500 მერეთ? დიახ. კარგი ფულია. თანაც წინათ იმენდა. ახლა მე მესმის რომ თავშესაფარში უფრო მეც მოგცემდნენ. მაგრამ მანამდე რჩენ ხომ? თვითონ იმუშავებს და თავსაც ირჩევს. ეს გეტყვიცი რომ არ გებულიყო. თავშესაფარში არ მისცემდი. იქიდან კიდე სხვა ოჯახი ეშვილებს და იქიდან მე შერას არ გებენ. მე გამატანე და მე უპატრონებ ისე რეჟიმი. აი მშობლები თუ გამოჩნდნენ? თუ იმის იმედი გაქვს რომ მშობლები გამოჩნდნენ, რაღაცა იშოვეთ თავი. იქნება თქვენ ნახოთ ისინი. მოგება შუაზე დავიყო. არი ახლა მოვჭეთ. 3000 მოგცემთ და დავამთავრებ. 4000. არა, ეს ბევრია. ვის სამსახური მეტი არ აღიღია.
ვატყობ ეს კაცი ნამდვილად მიყიდის და წამიყვანს, მაგრამ სად ხარ საწყალო დედა? რატომ არ უყურებ ჩემს თავს რა ამბავი ტრიალებს? რა უნდა აკეთებინა? გამთობი მეყოლებო, აი რა მოვაკეთები. ამგვარი საქმისთვის გამოსადეგი იქნება. რაც მასეც უიტყვით. ამას მოუწევს ხტულმა, ცეკვა და ვიტალის ჯგუფში უნდა ჩაეწეროთ. ეს სად არის ჯგუფი? ვიტალი მეგახართ. ეს ჩემი ზაღლებილია. ეს ბავშვი ამ საქმისთვისაც მიიღავს, რომ ჩემ ჯგუფში ჩაეწეროს. თქვენთან აბა რა სარგებელი უნდა ნახოს, სოფელში უნდა იხეტიალოს, ნახიერი უნდა მწყემსოს. მე კიდე შემოვატარებ საქართველოს, თან შემეჩვევა და აღარ გირს. თან ეტყობა გონიერი ბავშვია. იცის რა არის მისთვის კარგი. ნება მომეცით ბატონო, დედა ბარბარასთან წავიდე. ბავშვს მოსწინდა საუბარი. 3000-ზე დავამთავროთ. ბავშვი კიდე მივცეთ საშუალება წავიდეს თავის ტოლებში ითამაშოს. გადი ითამაშე ბავშვებში, სარა ვარ დაგიძახებ არ მოხვიდე. წამოდი ბიჭუში. შინ დედასთან? აი ეხლა მამისი, რაცა გაიგონი არავისთან არა. არც დედა ბარბარეს. გაიგე. ოდა წავე. ეტყობა იმ ბატონს ვერ მოურიგდა. იქნებ გადავრჩი გაყიდვას და ცოტა ხნით მაინც ვიყო დედასთან. რა გითხრათ ქალაქის თავმა? არც არაფერი. არც კი გვინახავს. რატო? დუკანში შევიარეთ. იქ ერთი ჩემი ძველი მეგობარი შემხვდა. იმდენი ვისაუბრეთ, ეგრე გავიდა დრო, რომ ვერც კი გავიგეთ. სამაგიეროდ ხვალე წავიყვან. ხვალ რატომ უნდა წამიყვანოს ქალაქში? ალბათ თავში საფარს მიმაბარებს. დედას მაინც დავიჭერ მარტო და ვეთყო ყველაფერს. დავყონდი. დედას ხშირად ვათვალიერებდი. მინდოდა დამეჭირა და მიამბო ყველაფერი, რაც დღეს მოხდა, მაგრამ შორა წამითაც არ სილდებოდა. ვისებზე? დედა. დედა შინ არ არის. სოფლის ბოლოში წავიდა, სადილობამდე არ იქნება. გუშინ დედა სოფელში წასვლა არ უნდოდა. დღეს რაღა მოაფიქრე ჩვენი ერთად დატოვება და მარტო წასვლა. ნეტა მალე მოვიდოდეს. მეშინია. გრძნობ რაღაც უბედურება მელოდება. ეტყობა ჩემს წასაყვანად მოვიდა. ალბათ დედაც განგებ გაგზავნა ჟორამ სოფელში, რომ ეს ამბავი არ შეეტყო. რაც არ უნდა ვთხოვო, მაინც არ შემებრალებენ და არავინ მოვისმენს. მაგრამ ეს ბატონი არ ჩანს ცუდი. იქნებ შევეცოდო. ბატონო ვიტალ, ქენ ციკეთე და ნუ წავიყვანთ. ნუ დაიდებს ჩემ ცოდვას. ნუ გეშინია ჩემო ბიჭო, ჩემთან ბედნიერი იქნება. არ გცე. აბა მითხარი, ვისი დატოვება გენონება? დედა ბარბარე. ერთ-ერთი უნდა აიჩიო. ან ვიტალის გაყვები, ან თავს შესაფარში გიკრავ თავს ეგრევე. დედა! დედა კი არა, აი ამ ჯოხით აქცემ სულ ისე გაგაგდება კედან. ბავშვს ენანება დედის მარტო დატოვება, ბატონო ჟორა. კეთილი გული აქვს. ეს კი კაი კაცობის ნიშანია. რაც უფრო მეც შეიბრალებ, აი უფრო მეც იყვინებს. კარგი, საკმარისია. მოდი საფრეზე გადავიდეთ. კარგი, ეხლავე. შენ კიდით რომ ბავშვის დასაცველები იქნებოდა, აქ მარტო საცვლებია. სულ ეს არის რაც არის. დარწმუნებული ვარ შტყუით, მაგრამ მე ახლა ამის დრო აღარ ამაქვს. კარგი რაც არის. შვიდობით. რა უნდა მექნა?
ავიღე ჩემი ტანსაცმელი. კართან ფეხის გადადგმა ისე მიჭირდა, მეგონა მთელ სამს სახლში ტოვებდი. ქუჩაში გამოვედი და აქეთ-იქით ვიცქირებოდი. ხალხს ვეძებდი, რომ ვინმეს თუ შევა მეთხოვა, მაგრამ არავინ. მიხოლ გზაში კარგად ჩანდა დედა ბარბარეს სახლი, რომელიც პატაროდებოდა და თანდათან თვალწინ მეყარგებოდა. ეს გზები კარგად ვიცოდი და ისიც, რომ ამ მოსახლეში შევიდოდით თუ არა, საერთოდ ვეღარ ნახავდი. თან ჩემი მომავალი მაშინებდა, რადგან კარგს არაფერს მოვებოდი. კარგად აუკვირდი ჩემს სიტყვებს, ხიჩა და მიხვდები, რომ მე ბოროტი არა ვარ. არც ჩემთან ყოფნა არ არის სახლში. მე ვერ მომეცი თაქ დავისვენი. დააჯექი, ხიჩა, დააჯექი. აქედან კარგად ჩანდა დედა ბარბარეს სახლი. მის საბოლოო დანახვაზე თვალებით ცრემლით ამებსო. წარმოვიდგინე ვითომ პატარა სკამზე ვიჯექი, ბუხრის. შორს ვიყავი, მაგრამ თითქოს მაინც ხედავდი, როგორ ჩხეკდა ჩვენი ქათამი ნაკავს. ხედავდი ტოტებ გაშლილ მსხლის ხესაც, ცხენით რომ დავჯდებოდი ხოლმე. ხედავდი ჩემი ხელით გაკეთებულ პატარა წისქვილს და ჩემს პოსტას. აი კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ყველაფერი თვალწინ უნდა დამკარგოთა. დედას ვერ ნახავ ის მზერას, ვინც გამზარდა, მომიარა, მომეფერა, საწყალი ჩემი დედა, ის როგორ იქნება უჩინო. რას აკეთებ, ხომ არ გაგიცნო? გამიშვი დედასთან გთხოვ. ხომ ისო. მოდი გავაგზავნე. საბრალო. მიჩა ხვიჩა ვიცი წუხა, მაგრამ იმაზე უფრო იფიქრე, რომ მე შეთვის ცუდი არ მინდა. თავში საფარში უფრო გაგიჭირდებოდა. ბარბარემ და ჟორამ კი გაგზარდეს, მაგრამ ისინი შენი მშობლები არ არიან. ბარბარე კეთილი ქალი ყოფილა. იმას უყვარხარ, მაგრამ რა უნდა ეკნა? ქმართს არ უნდოდა რომ თქვენ ერთად დარჩენილიყავ. არც ჟორაა ბოროტი. იმას არ აქვს იმის საშუალება, რომ შენ გარჩინოს. რას იზამ ხშირად ცხოვრება იმის გაკეთებას გვაიძულებს, რაც არ გვინდა. შენ ახლა ალბათ ეს ბოტები გამძიმებს, მაგრამ არა უშავს. ყვარელში როგორც კი ჩავალ, მაშინვე ტყავის ჩექმას გიყიდ. ახალი ფეხსაცმელი? ნეტავ როგორი იქნება? ყვარელი შორსაა? ასე ძალიან გინდა ჩექმები? აი რობი ვარ. ქუდსაც, ქურთუქსაც და კარგ ჩექმებსაც გიყიდი და იმედია მე მაინც გაგიხარდება და ტირილს თავს დაანებე. ხვიჩა, შენ აქ იყავი შუა. და მე როგორც დაგჭირდი, გავაგეხმე და დასასრულს გიყიდი. ასე ცუდ ადგილას იყიდება ისეთი ზვიფასი ნივთები, როგორიცაა ფეხსაცმელი. ეხ, დედას დავინახე, როგორ გაუხარდებოდა. ასე ჩემი ბიჭო, კარგი, წავიდეთ ისლა. მე ზოგიერთ სოფელში უნდა გადავიდეთ. იქ ხვალ ბაზრობაა. წარმოდგენები უნდა გამართოთ და თავარი როლი შენ უნდა იქთან მოხდე. რას ნიშნავს თავარი როლი? ისე უნდა მოიქცე ხალხი, როგორც მე ვარ. და რომ არ ვიცი როგორ მოიქცე? ხო და რომ არიცი, იმიტომ გეუბნები, რომ მე გასწავლინე. რას იფიქრებს ჩემზე ვიტალი თუ არ გამომივიდა და ვერ დაუკარი ისე როგორც თვითონ უკრავს, ხომ არ შემიძულებს? ჩვენს გამოსვლას ეხმება გენერალი დილის მსახური. მაგრამ ეს ყობა შენ უკვე მოგწია, წამთავრე. და რომ არ გამომივიდეს?
აღარა უშავს ვიცი გამოგიო ყველა გამიჯერა ყველაფერი კარგად წავიდეთ ახლა ამის გასათევი ადგილი სადმე ვიპოვოთ მედაში გამარჯობათ. გამარჯობათ. ერთხამის ვერ გაგვათევინე? გაგათენებინეთ სიამოვნებით, ხოლო ცეცხლი არ გამიჩაღოთ. კი ბატონო, მობრძანეთ და მოისურვოთ. ცივა ალბათ დასვენდი. ძალია. ახლა მე შენ გამოგიცვი. თვითონ შეგაცნები. ნუ თუ ამისთან ცხოვრება მელის მე უბედურს. ასეთ ამიდებში სიარული, სიცივით, შიმშილით და უძილო. აც არავინ მეტყვის ტკბილ სიტყვებს, როგორც დედა ბარბარე მეტყოდა. არავინ შემიბრალებს და არავინ ეყოლება გულში მატკივარი მეგობარი. ქალაქის ხვანაირი წარმომედგინა, ის კი არა ულამაზოც კია. ხვიჩ, წადი შილო თონეში პური მოიტანა. მოდი ვითამაშოთ. ფეხი ტკივა, ფეხსაცმელი მიჭერს. შენი ფეხსაცმელი მიეცოდვა. კი, ცოდვა. ხო? კარგად გავს. კი, კარგია, ბატონო. ქურდია, ქურდი დაიჭირე. დედა, ეს ქურდი არაა, ფეხსაცმელი მე მივეცი. რატომ მიეცი? ისინი ქურდები და მაწანწალები არიან. დედა, შეგვეცხოდა. აბა ახლავე სახლში შედით? კარგი დედა. მღერი ხართ. მოაშორეთ ეს ძაღლიც აქედან. რა უფლება გაქვთ ამირზალო ბატონო? აქ მაწანწალებს არ ვაჩერებთ. მე ვინ თქვა რომ ჩვენ მაწანწალები ვართ? მაურის გარეშე დატოვეთ აქაურობა. მე არ ხმაურო. გიხსნით რომ მღერი ვარ და ხალხსაც ვარ. სიტყვის შებრუნების უფლება ვინ მოგცათ? მე გიხსნით, მაგრამ თქვენ მგონი ვერ იგებთ რა. თავი ძალიან დიდი ვინმე ხომ არ გონია რადგან პოლიციელი ხართ. ახლა უნდა დაგაპატიმროთ დაუმორჩილებლობისთვის. ხვიჩა. მოსამსახურე პირის შეურაცხყოფა დანაშაულია და ბრალად მედება. სულ მცირე ორთვეს მაინც მომიჩინა შვილო თავს გაუფრთხილი და ბილისაც. როგორ ხარ შვილო? კარგად. რაკენი როგორ არის შენი ბატონის საქმე? დასაჯეს. რამდენი ხარ? 2 თვე უნდა იჯდეს ციხეში. ჯარიმაც მისცეს? 1000 მანეთი. რა ამბავია 2 თვე და 1000 მანეთი? მე რასაპირებ ეს 2 თვე? არ ვიცი ბატონო. ალბათ ფული გეკნება, თორე თავი რით გინდა ირჩინე. არა ბატონო, ფული არ მაქვს. ეგებ ჩემი იმედი გაქვს. არა, არავის იმედი არ მაქვს. მართალს ამბობ პატარა, მაგრამ მე ცოდვა ვარ. შენმა პატრონმა ვერ გადამიხადოს, ამიტომ ბინა უნდა დამიცალო. აქედან რო გავიდე, მე საწავიდე. სადაც გნება ვიწარ. ეგ ჩემი საქმე არაა. ვიტალის ნივთები დატოვე თუ გინდა. შენ კი მომშორდი. როცა გამოვა ის გადამიხდის წინა დღის თანხას.
ნებამა მეძით ბატონო ვიტალის მოსვლამდე აქ დავრჩე. როცა ის ციხიდან გამოვა, ყველაფერს გადაგიხდი. შენს ბატონ შეუძლია მხოლოდ რამდენიმე დღის ქირა გადამიხადოს. ვეცდები ბატონო, ცოტა ვჭამო. ეგ შენ მაგრამ ძაღლი, ძაღლს ვერ ეტყვი, ცოტა ჭამეო. ის გაგექცევა. წადი იარე სოფლებში და ირჩინე თავი. მერე სად ვიყავის ვიტალი, ციხიდან პირდაპირ აქ მოვა. მე აქ არ დავხდები. იმ დროისთვის შინ დაბრუნდი. ვიტალს რამე თუ დასჭირდა, ან წერილი გამომიგზავნოს? მე შეგინახავ, სანამ არ დაბრუნდები. თუ პასუხი ეგრევე მოითხოვა? თავი მომაბეზრე ამდენი სისულელით. მე მომშორდი და სადაც გინდა იქ წადი. 5 წუთი არ დაგინახო აქ. წერილს აგახვედრებ. რატომ მიწოდა მაწანწალა და მათხოვარი? თუ მღერი, ამაში რაა ცუდი? მე ხომ არ ვარ მათხოვარი. ალბათ გასაბრაზებლად მითხრა. სულ 12 მანეთი მეტო ჯიბეში. ასე უპატრონოდ გამოუცდელი ბავში უცხო ადგილას თავი და ძაღლი როგორ მერჩინა. პოლიციელების მეშინოდა. შქარობდი, მინდოდა მალე გავსლოდი იქაურობას. სედიყა ვაშა მადლობ შენი სიამოვნებისთვის უკრავ მუსიკას? არა, ამით თავს ვირჩენ. რამდენ შოულობ პატარა კაცო დღეში? ზოგჯერ ცოტა, ზოგჯერ საერთოდ არაფერს. დედა, ჩვენ ბევრი მივცეთ. მოდი პატარა უფრო ახლოს, ნუ გეშინია. მშობლები გყავს? მყავს, მაგრამ ახლა მარტო ვარ. ვიტალის მიმაბარე სახლა ციხეშია. დიდი ხნით? 2 თვით. 2 თვით? საბრალო, მე ასეთი პატარა და მარტოობა. რა ვქნა? ასე მოხდა. 2 თვის შემდეგ ხომ უნდა მიუტანო პატრონს ფული? არა, ქალბატონო. ის არაფერს მთხოვს, ოღონდ თავი ვირჩინო. იშოვე რამე ამ დღეებში? არა, ვერაფერი. არც გვიჭამი არაფერი. დედა, გესმის? ღმერთო ჩემო, შივრები უნდა იყოთ. დღეს სადაპირებდი საჭმის ჭამას ჩვენ რომ არ შეგხვედროდი. არ სად. ხვალ? არ ვიცი, უფლის წყალობით რამე იქნება. გინდა ჩვენთან დარჩე? ჩემო შვილმა გითხრა, გსურს ჩვენთან დარჩე? აქ? კი. აი ვაგონში გვძინავს. ესე დავდივართ დღე-დღე. როგორც ხედავ, არტური ცუდად არის. ასე უნდა იყოს ფიცარზე დაკრული.
რომ არ მოიწყინოს. შენ გაართოფ არტურს. ჩვენთან საჭმელი და სასმელი არ მოგაგდება. ცხელა? კი. არტურის დედა აფხაზეთიდან ფაღავას ქვრივი იყო. მარტო არტური ყავდა. უფროსი შვილი დაკარგოდა. და არც იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. თურმე 6 თვის ვიღაცას მოუპარია და კვალს ვერ აფნებდნენ. როცა ბავშვი დაიკარგა, ქალბატონებას თურმე ქმარი უკდებოდა და თვითონაც ცუდად იყო. ახლობებს დაკარგული ბავშვი კარგადაც არ მოუძებნიათ. როცა ქალბატონი ელა უკეთ გამხდარა, გაუგია, ქმარი გადასვლა და ბავშვიც ვერ უპოვნიათ. საზებრად თავისი მაზლი გაუგზავნია, ჯემალი. დილამშვიდობისა. კარგად გეძინა? კი, კარგად მეძინა. აგჯობია თუ მინდორში? რა თქმა უნდა, აგჯობია. დედაზე და ვიტალიზე მაინც ფიქრობდი. არავინ მყავდა, მაგრამ ამ ხალხმა ბედნიერი გამხადეს. არტურიც მასავით შემიყვარდა. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, დედაზე ფიქრს არ შევეწუხებინე. რამდენჯერ მინატრია და შემშურებია ავამყოფი არტურის ბედის. იმიტომ კი არა, რომ მდიდარი იყო. არა. მე მხოლოდ დედამისის მხურველი სიყვარული მეხარბებოდა. თითოეული მისი შეხედვა დედა ბარბარეს მაგონებდა. როგორ მინდოდა მისი ნახვა და გულში ჩაკვრა, თუმცა ახლა კი ვარ ბედნიერი. მაგრამ ვიცი ვიტალი მალე მოვა და უნდა წავიდე, რომ ისევ ძველებურად ვიცხოვროთ. გეტყობა, კარგი ხმაწვილი ხარ. დედა, გეხმეტები ხვითად სულ ჩვენთან დარჩე. არა, არტურ, ჩემმა მშობლებმა ვიტალის მიმაბარეს, ამიტომ მას ეკუთვნი. ჩემს მშობლებზე და წარსულზე ვერაფერს ეუბნებოდი არტურს და ევას, რომ ქუჩაში ნაპოვნი ვიყავი, რადგან ვიცოდი, ასეთ ბავშვს სისხლით უყურებდნენ. შემეშინდა არ გავიგდო. არტურ შვილო, მეც მინდა ხვიჩა ჩვენთან დარჩეს. მაგრამ მას ყავს პატრონი. ვიცი შეგიყვარდა, მეც მიყვარს. მაგრამ მასაც უნდა სურდეს ჩვენთან დარჩენა. თუ ვიტალმა უარი თქვა, მის წაყვანაზე მაშინ დავიტოვოთ. სანამ გადაწყვიტავ, ხვიჩა მანამ კარგად დაფიქრდი. მთელი დღე გვერდით უნდა გეჯდეს. იქნებ არ უნდა ასე დღე-დღეს იარულო. არა, ქალბატონოება. მე თქვენთან უფრო მიხარია. აი, დედა, ნახე, ხვიჩა რას იდაკე. ის თანახმაა ჩვენთან დარჩე. მაშინ საჭიროა ვიტალი დავითანხმო. ციხეში წერილსაც გავგზავნი და გზის ფულსაც. და თუ ჩვენი წინადადება მიიღო, მაშინ საჭირო იქნება ხვიჩას მშობლებს ვთხოვოთ თანხმობა. თუ დედა ბარბარეს წერილს გაუგზავნიან, გაიგებენ, რომ ქუჩიდან აყვანილი ვარ. ასეთ ბავშვებს ხომ მაწანწალებს ეძახიან და არტურთანაც არ გამაჩერებენ. თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე, უკვე აცივდა. ვიტალი მოდის დღეს, გიხარია? შეიძლება წავიდე და დავხვდე? რა თქმა უნდა, წადი. როგორ ხარ? მიტყობა ხო ციხეში რო ვიყავი. ერთი ეს მითხარი, საიდან გაიცანი ეს ქალი? შემთხვევით გავიცანი, კარგი ქალია. შენ აქ დარჩი. კარგი? მე წავალ და თავად გავიცინე ქალბატონს. ქალბატონოება, მადლობას გიხდით ყველაფრისათვის, რაც ჩემი ქუჩასთვის გააკეთეთ. რას ამბობ? შვილივით მივიღე, შემიყვარდა კიდეც. უნდა წავიყვანო, აქ ვერ დავდორო. მე გადაგიხდით რამდენსაც მეტყვი. ოღონდ ნუ წაიყვანთ ჩემგან. მე თქვენი ავადმყოფი შვილის გასართობად არ წავმიყვანია ის თავისი გამძლე ოჯახი. აღისთვის მადლობას გიხდით, უნდა წავიდე. ხვიჩა, წადი გამოიცვალე და სასმელი და ჩაიცვი ის რაც გესვა. თქვენ ხო არ გითქვიათ ჩემზე რამე? როგორ არა, უთხარი. რო ხვიჩა ჩემთვის საჭირო და მე მის დათმობას არ ვაპირებდი. შეგიწადი ახლა.
ხვიჩა, ეს შენია, გეცვას. არ არის საჭირო, მე თვითონ უყიდი. არასადეს დაგივიწყე, ბატონო. რატომ თქვა ვიტალმა გამზრდელი ოჯახი? ვინა ხარ ხვიჩა? ჩემ ბიჭსაც ხომ ხვიჩა ერქვა. გონი ბევრი რამ უნდა გავარკვიო. იქნებ ჩემი შვილი ხარ ხვიჩა, შვიუო. ბევრი რამ მასწავლა ვიტალმა. დედა ბარბარეს არ მცხოვრობდი სუსტი ვიყავი, ამიტომ ქალაქელს მეძახნე. ხანგრძლივ მოგზაურობამ გამწვნა. მთელი დღეები სუფთა ჰაერზე ვიყავი, მუხლი გამიმაგდა. პირსახეთ შემეცვალა. ახლა არც სიციო მწყენდა და არც სიცხე. დაღლილობასაც ვეღარ ვგრძნობდი ისე როგორც უწინ. მოგზაურობის წინასწარიგებმა არასდროს არ ვიცოდით. დავდიოდით სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ. არის სიხოლის რა ადგილი? არა. მაშინ შენთვის სულ ერთია საცავო, ხო? მე მინდა ვიცოდეთ, სად მივდივართ. ფასტა გეუბნები რომ მივდივართ თბილისში, ცხეთაში. შეხომეც ვერაფერს ვერ გაიგე. იცნობთ ამ მხარეს? არა, არასოდეს ყოფილა. მაშინ როგორ წავალთ? არ დავიკარგებით? არა, როგორ დავიკარგებით. შეხედე, საწერია. რა იყო ხვიჩა, კითხვა არის, იცი? ძნელია კითხვის სწავლა? ძნელი იმისთვის არის, ვისაც არ უნდა სწავლა და შენ კი ხედავ სურვილი გაქვს. და? ძალიან. მე დამაცადე, მე ეხლავე მოვა. ეს ხო ფიცარია. კი, მაგრამ მეტი საშუალება ეხლა არ აქვს. ჯერასლებს გასწავლი. მერე უკვე ნოტებს. აი როცა ნოტებს გასწავლი, მერე უკვე სიმღერას. კი მინდა სიმღერა, მაგრამ თქვენსავით არასდროს გამომივა. გამოგივა, ჩემო ბიჭო, გამოგივა. ხვიჩა, თბილისში რო ჩავალ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშვათ. უნდა მიმატოვოთ? არა, შენი მიტოვება როგორ შეიძლება. უბრალოდ ხომ ხედავ როგორ გიჭირს. გაზაფხულამდე ვინმეს მიგაბარა. მე ალბათ ცოტა ფულსაც ვიშოვი და ისევ ერთად ვიქნები. თუ ეს თბილისია, სად არის მარმარილოს სახლები? მეგონა ქალაქი ძალიან ლამაზი იქნებოდა. ბატონო გრიგო, სად ხარ? მე ვარ ვიტალი. ბატონო გრიგოლი შინ არ არის, 2 საათში მოვა. ნამდვილად იცი რომ 2 საათში დაბრუნდება. დიახ ბატონო, ამაზე გვიან არ სადილობს. მაშ კარგი. ესე უთხარი რომ ვიტალი გამოგივეს. შენ აქ დარჩი. სოფლიდან ხარ? კი. ძალიან მეატრება ჩემი სოფელი. აქ გამოგეტილი ვარ. რატომ არ გადიხარ გარეთ? არა, არ მუშებს. ნეტა შენც არ დაგწოვონ აქ. რატომ ცუდი კაცია? რატომ არის ქვაბი დახურული? იმიტომ რომ საჭმელი არ ამოვიღოთ. შენ იმიტომ გეცნება რომ მგონია ბევრს ჭამ? ძალიან მშია. ასე საჭმლის თუნით თუ ნაყრდები. აი როგორ მტანჯავს გრიგოლი. როგორ შიმშილით კლავს? რა უბედური კაცი ყოფილა. ბატონი გრიგოლი ბიძა ჩემია. ის ციგნის ბავშვებს ყიდულობდა. მეცაც ეწამა მეყვანა და სამარლოდ მდარდის. მამა არ მყავს, დედას არაფერი გააჩნია. როცა ის ბავშვების წასაყვანად მოვიდა, დედამ თხოვა მეც წავეყვანე. აი ასე მოხდი თბილისში. არა და როგორ მენატრება ჩემი დედა და ძმა. რა გქვია? მათე, შენ? ხვიჩა, რისთვის ყიდულობს ამ ბავშვებს? ამა თხოვებს ქუჩა-ქუჩა. დღეში 15 მანეთი უნდა იშოვონ. თუ დააკლდება, იმ
იმდენს უტყავს, რამდენიც აკლდება. ამიტომ მე ყოველ დღე მცემდა. ახლა რა კი ასე სუსტად ვარ, საჭმელს მაკეთებინე. გოგირდის უნიაზდის შემხეცო. აბა, ლუკა, მოიტანე დავთარი. გუშინ შეხუთი მანეთი დაკაკალდა. აბა დღეს როგორ არის საქმე შეავსე? არა ბატონო, ისევ დამაკ. და სიწყნარად მიუბნები შესაძაგელო. ადექი ხადარას და გადაიხადე. და შენ? ნუ დამშვით ბატონო. საჯერ კიდევ ის რა აკლია გავიგო, შემოდის უყველა. შენ 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 დანარჩენი მე შეშამოვიტანე კიდე ბატონო. მათე ადექი და კამარი მომიტანე. ლუკა, დღეს შენ შედარებით მეტი მოიტანე. მე არა ვარ ამათი დასჯის უნებაზე. ადექი და შენ დასაჯე. სულ შემოხდით იცოდე. თხოვთ ბატონო, ნუ დაგშიქთხოვთ. გაეთრიეთ ყველა. შენც ვინ არის ეს ბავშვი? ბატონმა ვიტალიმ დატოვა და თქვა მალე მოვალო. ვიტალი თბილისშია? მე რა უნდა ჩემგან? არ ვიცი. შენ არ გეკითხები? ამას ვეკითხები. ვიტალი თვითონ აგეხსეთ ბატონო. თილი ხმაწვილი. როცა ისინი იჯებიან, ის განიცდის. კლესავით კი არ იცინეს. შუმატი ავისა კანტამოიცვიეთ ხოლიცით არ ვიყოს. ხვირილი სამასამენა. დასწევლოს ღმერთმა ეს რა ხდება? ასეთი უგულო როგორ ახალ არაფერს ხდია? თვალთმაგწო. ძალიან კარგად ხდებით რო თქვენზე. რატომ ერევი ჩემ საქმეში? პოლიცია არ არისა? შენ მაშინე პოლიციით. იახმე. გესმის ვიტა, ის ჩემი არჩევანი. ხვიჩა წამოდი ჩემთან. ჰეი, მოხუცო, გონი რაღაც საქმე ქონდა ჩემთან. ჩია? დღეს არაფერი ბიჭარია. მეგონა გრიგოლი მთელი ზამთრით დაგტოვებდა. ახლა კი არც ვიცი სად წავიდეთ. წამ, ღამის გასათევი მაინც ვიპოვოთ.
ალბათ გზა აგვებნა. დავიღალეთ კიდეც. დავჯდებით, რავდგებით და აქ დავჩები. ან შიმშილი მოკლავს ან სიც. რას ბრძანი? წამოშულო დაუბრუნდი. აქ გონება არაფერი. ცოტა არ შევისვენო. ეხლა გავი. აიქცა. ჩამოუჩდეთ. ალბათ ხარ ბრძანდებით. გონი ცუდად ვარ. ახალგაზრდა არა ვარ, შვილო, მოდი ცოტას გავიარო და თუ არაფერი გამოჩნდა უკან დავუბრუნდეთ. ბილი ჩაიხუტე, ცოტას გაგათბობს. ცხოვრებაში ოჯახი იყავი ხვიჩა.